სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ჩვენ როგორც ქრისტიანები უნდა ვემორჩილებოდეთ საღვთო სჯულს, სულიერ სჯულს. რას ნიშნავს ეს? ანუ ცხოვრობდეთ ღვთის ნების შესაბამისად. რამე თუ გსურს მარადიული სიცოცხლე, რამე თუ გსურს ღვთის შვილობა, გსურს სასუფეველის მოქალაქეობა, ჩვენ ამისთვის ვართ ეკლესიაში. რამდენად ვაცნობიერებთ ახლა ამას, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ინტუიცია ჩვენი იმედია სწორად მუშაობს, რამე თუ შევიცანით მართლმადიდებლობის სიდიადე, შევიცანით რომ ქრისტე რომელიც ღმერთია ეკლესიაში ჰგიებს და მასში ეკლესიაში მყოფობით, თავად ეკლესიის ორგანული ნაწილი ხდებით რა, ჩვენ სწორად შეგვიძლია მხოლოდ ასე და ამგვარად ვიცხოვროთ და ღვთის ჩანაფიქრი ასე და ამგვარად შეიძლება მხოლოდ ჩვენზე განხორციელდეს. მაგრამ ბოლომდე რამდენად გაცნობიერებული გვაქვს ეს სხვა საკითხი. აქ სწორედ იმიტომ ვართ, ანუ ეკლესიაში, რომ თანდათანობით სანამ ცოცხლები ვართ, სანამ ხორჩი ვიმყოფებით, განვისწავლებოდეთ საღვთო სჯულში. ანუ რას ნიშნავს კიდევ ერთხელ რომ ხაზი გაუსვათ, ღვთის წესი, ღვთის კანონი, ცხოვრების წესი რა არის, ღვთისნება რა არის, რა სურს ღმერთს, რომ ეს კარგად გაცნობიერებული გქონდეს. ადამიანი თუ ამას არ გააკეთებს, ადამიანი მიდრეკილია იმის გამო, რომ ადამიანის მემკვიდრეა, მიდრეკილია გარეგანი ცხოვრებისკენ. რა არის გარეგანი ცხოვრება? ის რომ ვეძებოთ სრულყოფილება და ბედნიერება ჩვენს გარეთ. სად ჩვენს გარეთ? ამ სამყაროში. ხო, გახსოვთ, როგორ იფიქრა ადამიანმა, რომ თუ მოწყვეტდა და შეჭამდა, ანუ გარეთ, თავის გარეთ, თუ სამყაროს გამოიყენებდა, ამით ის გახდებოდა როგორც ღმერთი და ესე იგი მუქ შესაბამისად იქნებოდა ბედნიერი. მაგრამ ეს იყო შეცდომა ვიცით ჩვენ, ეს იყო ამან ესე იგი მოსწყვიტა ადამიანები ცოცხალ ღმერთს და ამას კიდე წინ უძღოდა ის, რომ ადამიანმა აღასრულა დემონური ნება, ანუ ღვთის ნების აბსოლუტურად საწინააღმდეგო მდგომარეობისკენ წავიდა. მაგრამ ეს ხო ჩვენში ჩვენ ხო ამის მემკვიდრენი ვართ, ეს მემკვიდრეობა ხო ჩვენში, ამიტომ ჩვენ თუ არ დავფიქრდებით, ჩვენ თუ არ ჩავწვდებით აი ამ ადამიანის გადარჩენის საიდუმლოებას და ჩაწვდომის და დაფიქრების მერე ჩვენ თუ მთელ ძალისხმევას არ მივმართავთ იქითკენ, რომ ღვთისნება, ანუ ღვთის სჯული აღსრულდეს, მაშინ ჩვენ ბუნებრივად, აი როგორც ვართ, აი ეგრე, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ვართ გარეთა სჯულისკენ, გარეთა სჯულის აღსრულებისკენ მიდრეკილი. კვლავ გვინდა რომ მოვწყვიტოთ ნაყოფი, კვლავ გვინდა რომ ამ გარეგანი манипуляციით ღმერთები გავხდეთ, ვიცოდეთ რა არის კეთილი და რა არის ბოროტი, რა არის სწორი და რა არ არის სწორი და ისე რომ არც კი ვფიქრობთ, მუდმივად აღვასრულებთ დემონურ ნებას. შინაგანისა და გარეგანის ბრძოლა ადამიანში იწყება და ბრძოლა არ არის თავიდან. თავიდან არის ადამიანი გარეგანი ცხოვრებით ცხოვრობს, ჩვეულებრივად. არც კი იცის შინაგანი ცხოვრება რა არის. უფრო მეტის ადამიანს თავისთავად მაიმუნი გონია, განვითარებული, მაგრამ მაინც, ანუ ცხოველი გონია, ანუ ხორცის მეტი არაფერი რომ არ არის, ხო? ათეიზმი რასაც გვეუბნება. მაგრამ ადამიანი მეორეს მხრივ ღვთის ხატება და მსგავსება და ეს ინტუიცია მაინც აი გულს უღრნის შიგნით რაღაცას აწვალებს, ვერსად ვერ პოულობს ბედნიერებას და ცოტა თუ გონიერებას გამოიჩენს, ის დაიწყებს ცხოვრების საზრისის ძიებას. გესმით, ცხოვრების საზრისის ძიებას. თუ რა არის ცხოვრება, რა არის ყოფიერება, რას ნიშნავს იყო ადამიანი და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს და ჩვენ არათუ ამ მდგომარეობაში ვართ, ჩვენ უკვე ვიპოვეთ ჭეშმარიტება, ჩვენ უკვე ვიცით სად არის ჭეშმარიტება და ჩვენ ეს ცოდნა გამოცხადებით მოგვეცა. აი როცა ადამიანი აცნობიერებს ამას, როგორც გითხარით, სანამ ამას არ გააცნობიერებს, რაღაც სუბუქ ძიებაშია და მერე შეძლების დაგვარად რაღაცას ცდილობს, თქვა თუ ვერ იპოვა ხელოვნებაში, მეცნიერებაში ეძებს გამოსავალს, რომ თლაც ხოვლას არ დაემსგავსოს, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც გარეგანია. მაგრამ და ნამდვილი რეალური ბრძოლა თავის შიგნით, აი ამ ორ სამყაროს შორის, შიდა და გარეგან სამყაროს შორის ნამდვილი ბრძოლა არ ხდება. მაგრამ როგორც კი ადამიანი გაქრისტიანდება, როგორც კი ადამიანი შეიცნობს ღმერთს,
და გაიგებს რა არის საღვთოს ჯული, რომ ეს არის შინაგანი ცხოვრება. გარეგანის საპირისპირო და საწინააღმდეგო. თან რომ აუცილებლად ანტაგონისტები არიან, აუცილებლად რომ ბრძოლაა მათ შორის და ადამიანი გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ შეუდგეს ქრისტეს და მიაფურთხებს ეშმაკს და ამას გაცნობიერებულად გააკეთებს, აი მაშინ ამის შემდეგ იწყება ბრძოლა და მხოლოდ ამის მერე აცნობიერებს რას ნიშნავს იყო ქრისტიანი, რომ ეს არის ომი ორ ყოფიერებას შორის, ნამდვილს და ცრუ ყოფიერებას შორის და ეს ორივე ჩვენ თითქოს ჩვენ შიგნით გვაქვს, აქ გვაქვს და ორივე ერთმანეთის საწინააღმდეგოდ გვეკაჩება. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია ადამიანს გაიგოს თუ რას ნიშნავს იყო ქრისტიანი. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია გაიგოს თუ რას გვასწავლის წმინდა წერილი. გამოცხადებითი ჭეშმარიტება, რას გვასწავლის 2000 წლის განმავლობაში წმინდა ეკლესია და რას გვასწავლის თუნდაც დღევანდელ საკითხავში პავლე მოციქული, რომელთა მიმართ ეპისტოლეში, რომელიც დღეს აღმოვიკითხეთ. აი, ასე ამბობს პავლე მოციქული. არ მესმის რას ვაკეთებ? იმიტომ რომ იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს და რა სურს პავლეს, პავლეს სურს შინაგანი ცხოვრება, ქრისტეს ერთგულება სურს. იმიტომ რომ ის ცოდნია იმისა, რასაც მერე ჩვენს გვასწავლის, ხო, რომ არსებობს სხვა სამყარო, რომელიც ჩვენ შიგნით მოიძებნება და შიგნით კიდევ ვიმეორებ, ეს არის არა გეომეტრიული შიგნით, რამხელა ადამიანი, ხო? არამედ მისტიკური შიგნით, რომელიც თვალით ესე არ ეხილვება. ანუ ეს ჩვენი შინაგანი სულიერი სამყარო, რასაც თქვა გონება ქვია, ღვთის სუნთქვა, რა ვიცი, 1000 გული და ასე შემდეგ. ამიტომ იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს და სურს პავლე მოციქულს უკვე ის, იმიტომ რომ გამოეცხადა მას უფალი, არამედ იმას ვაკეთებ, რაც მძულს. ამიტომ ამბობს, ესე იგი ავირჩიე, მე ხო ავირჩიე ქრისტე, ანუ შინაგანი ცხოვრება. და გარეგანს ვაკეთებ მაინც. და ეს გარეგანი მე მძულს უკვე. მაგრამ მაინც ვაკეთებ. მე იმედია რომ გონიერ ადამიანს ზულს მრისხანება, ზულს განკითხვა, ზულს სიყვარულობა, ზულს ეგოიზმი, ზულს შური, ზულს ხორციელი გაპირუტყვება, ну ყველაფერი წესი, მემთრალეობა, ყველაფერი ზულს ადამიანს, უიმედობა, მოწყენილობა, სასწარკვეთილება, დეპრესია. ნორმალურ ადამიანს მე ქრისტიანს გულისხმობ ზულს ეს, მაგრამ ვინ ვართ ამ ყოველივესგან თავისუფალი. და აი ზულს და ამიტომ ამბობს რომ არ მესმის რას ვაკეთებ. ანუ იმ გაგებით კი არა, აი ოქროპირი ამბობს, იმ გაგებით კი არა ამბობს რომ არ მესმის რომ ცოდვა არის ის რა არის. როგორ არა? პასუხისგებელი ბრატო ვარ. აი არ მესმის თვითონ ეს ფაქტი, მოცემულობა, კაცო, მე ქრისტე ავირჩიე და მაინც ამას რატო ვაკეთებ? ეს კითხვა ჩვენთვის ხო გასაგები უნდა იყოს. ჩვენ ხო უნდა ვფიქრობდეთ ამაზე, რა ვერ გამთავისუფლდი ამ უბედურებისგან. გავიდა, დავბერდი, საცავნა გარდავიცვალო და მაინც ესეთი რატო ვარ? აი პავლეს სიტყვები ამ დროს ჩვენთვის ნუგეშია, რომ თუ პავლეს უჭირს, ესე იგი მე შეიძლება მიჭირდეს. მაგრამ თუ პავლე არ ეგუება, ამიტომ მეც არ უნდა შევეგუო. აი პავლე იმიტომ არ ეგუება, რომ პავლე ძლიერი ავლე ჩვეულებრივი ადამიანია. და უჭირს, ესე იგი მეც მიჭირს, ესე იგი მეც პავლესნაირი ვარ, მეც პავლესავით შემილი არ შევეგუო და გავიმარჯვო, როგორც მან გაიმარჯვა. გესმით? აი რა დიდებული მაგალითია თვითონ პავლე მოციქული ჩვენთვის. ასე რომ აგზელებს და თან ამას ერთხელ ხო არ ამბობს, ესე თქვა და მორჩა. არა, აწუხებს, ამბობს. ასე რომ მე კი არ ვაკეთებ ამას, რაც მე მძულს კაცო და ვაკეთებ. და თუ მძულს და ვაკეთებ, ესე იგი მე ვაკეთებ. მე კი არ ვაკეთებ, არამედ ცოდვა, რომელიც მკვიდრობს ჩემში. რა კარგია, ხო? ესე იგი ცოდვა აკეთებს, მე არ მინდა მძულს და მაინც ვაკეთებ, იმიტომ რომ ცოდვა აკეთებს და გახსოვთ უფალი როევნება ფარისევლებს, მონები ხართ, არა ვარ ჩვენ მონები, ჩვენ თავისუფლები ვართ, ჩვენ აბრაამის შვილები ვართ, არავის არ დავმონები ვართ, რომელმა ქმნას ცოდვა, იგი მონაა ცოდვისა, ჩვენ მონები ვართ. სანამ ცოდვა ჩვენზე ბატონობს. და მონა მან ვერ დაიმკვიდროს სასუფეველში, გახსოვთ ქრისტეს სიტყვები, ხოლო ძე მან დაიმკვიდროს სასუფეველში. და შეიცან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებ თქვენ, ანუ სანამ არ გვექნება ერთობა ჭეშმარიტებასთან, ანუ ქრისტესთან,
ვრჩებით მონები და მონა ვერ დაიმკვიდრებს სასუფეველოში, ხოლო ძე და ძე ვინ არის, ვინც ქრისტესთანა ძმა არის, ის დაიმკვიდრებს სასუფეველს და ეს ნიშნავს, რომ უნდა გავხდეთ ქრისტეს მსგავსნი. ვიცი, აგზელებს პავლე მოციქული, რომ ჩემში, ესე იგი ჩემს სხეულში, ჩემს ხორცში არ არის კეთილი. ოთაშორის აი ეს ვიცი, რომ ჩემს ხორცში და ჩემს სხეულში არ არის კეთილი, ანუ ჩემ ბუნებაში არ არის კეთილი, ეს ხო ქრისტიანული ცოდნაა, იმიტომ რომ თანამედროვე სამყარო ხო ამის საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ადამიანს ფანტასტიკური იდეები მოდის თავში. თქვათ, რომ მე ეს კი არა ვარ, როგორც ვარ, აი რაღაცა სხვა რამე ვარ, თქვათ კატა ვარ იტყვის ადამიანი და ეს თანამედროვე სამყარო გენობა კი რაღაც შენ ფიქრობ, რომ კატა ხარ, ესე კატა ხარ. გესმით? აბსოლუტური ნდობა საკუთარი ხორცისადმი, როგორი დამაკნინებელია ადამიანური ღირსებისათვის, რომელიც თავისუფლებისაკენ ისწრაფდეს, უნდა რომ ხორცს რა მოესურვება, ეს იყოს ნამდვილი და ჭეშმარიტები. და ხორცი რო გეუბნება, რომ შენ ახარ კატა, უნდა იყოს ესე იგი კატა და ხარ კატა. ხო, ამის თუ პირდაპირ გაგებით, ხო, ამბო არიან ადამიანები, ზოგი კატა, ზოგი ძაღლია, კაცი ხალია, ხალი კაცია, ზოგი ნიანგია, რავი, რაღა აღარ არის. გესმით? ანუ იმის თქმა მინდა, რომ ხორცისადმი ნდობა თითქმის აბსოლუტური გახდა. ხო, ეს მარტო ამას კი არ ნიშნავს, ეხლა თქვა ძალიან გროტესკულად რო არ გავიყო. შენი ეგოიზმი, შენი ინდივიდუალური მიდრეკილებები, შენი მრისხანება, შენი თუნდაც ესე იგი ნორმალური სიყვარული, რომელიც ღალატს უკავშირდება. ანუ ყველაფერი რაც მოგინდება, ეს თურმე ნორმაა. ეს არის თანამედროვე სამყარო და ქრისტიანული ხედვა არის აბსოლუტურად საწინააღმდეგოა. იმიტომ რომ პავლე მოციქული გვაფრთხილებს, რომ არაფერი კეთილი ჩვენში არ არის, ჩვენს არსებაში. და გახსოვთ ხშირად მithქვავთ პირად საუბრებშიც, ქადაგებაშიც, რომ დამისახელეთ ერთი ადგილი თქვენში, რომელსაც ქრისტე შეიძლება უნდოდეს და სრული პასუხისგებლობით გეუბნებით, რომ თქვენს არსებაში, როგორც სხეულში, ისე სულში, ვერ იპოვეთ ერთ წერტილსაც კი, რომელსაც ქრისტე უნდოდეს. გესმით, ყველაფერი ქრისტეს საწინააღმდეგო და ამას ამბობს. სხეული ამ შემთხვევაში დეკათიზმს და ღვიძლს კი არ ნიშნავს. სხეული, ძველ ქართულად ხორცი, ეს არის ჩვენი არსება. ჩემს სხეულში, ანუ ჩემში, ესე იგი ჩემს სხეულში, ანუ ჩემ ხორცში, ანუ ჩემ არსებაში არ არის კეთილი. არაფერი. მაგრამ აგზელებს კვლავ. არის ჩემში სიკეთის ნდობა. ახლა არსებულად არ არის კეთილი, მაგრამ ნდობა, ანუ ჩემში არის ცოცხალი, ესე იგი ნებელობა, არჩევანის შესაძლებლობა. ეს რაღაც ნაპერწკალი კი აფობს ჩემში. ანუ მე ღმერთი რო უარყავი, ცეცხლი ვიყავი და ღმერთი რო უარყავი, ჩავქრი. და მაგრამ ჩემი ჩაქრობა არ იყო დემონური ჩაქრობის გავსად, რომელიც ბოლომდე ჩაქრა. მე ნახშირად გადავიქეცი, რომელშიც ნაპერწკალი არსებობს და შესაძლებლობა არის იმ ნაპერწკლის გაღვივების. არის ჩემში სიკეთის ნდობა, მაგრამ და ეს სწორედ ის ინტუიცია, რელიგიური სინდისი, ხო? ადამიანმა თუ მოინდომა სინდისაც გაანადგურებს, მაგრამ რაღაც დოზით ყველაში არის, ხო? აი ეს სინდისი, რასაც ქვია, თქვა და სიკეთის დაპორტების სწორი გარჩევის პოტენციური შესაძლებლობა თუ სინდისის ხმას მოусმინე და ასე შემდეგ. რაღაცა ხო არის ჩვენში. ეს კი არის, მაგრამ როგორ აღვასრულო სიკეთე, ამას კი ვეღარ პოულობ ჩემში. როგორ აღვასრულო? ანუ პავლე მოციქული ერთის მხრივ ხედავს, ხო, მაგრამ არის ის ამას რა მოუხერხოს. ეს ჩვენთვის ნაცნობი უნდა იყოს. თქვათ რაღაცა ცოდო, რომელიც წლები გადის და საშუალე არ აქვს იმის განკურნება. მე იმას წამვარ, ვინ ჩემ ცნებებს აღასრულებს და ვინ იტყვის, რომ ქრისტეს ცნებები ადვილი აღსასრულებელია. ვინ იტყვის, რომ ადვილი აღსასრულებელია, მეორე ლოყა მიუშვირო, ვინ იტყვის, ადვილი აღსასრულებელია, მტერი გიყვარდეს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ვინ იტყვის ამას? რამხელა 8 წელი გჭირდება, რომ ქრისტეს ცნებები აღასრულო და მხოლოდ ამის შემდგომ შეიძლება გეწოდოს, რომ შენ მორწმუნე ხარ. ხედავ სიკეთის დომას, მაგრამ როგორ აღასრულოს ეს სიკეთე, ღმერთი რომ მინდა, ქრისტეს ერთგულება რომ მინდა, ეს როგორ აღვასრულო, ამ ძალას, ამას კი ვერ პოულობ ჩემში, ამ ძალას, ამ რესურსს ვერ პოულობ ჩემში. ვინაიდან კეთილს კი არ ვაკეთებ, აგზელებს პავლე მოციქული, რომელიც მსულს, ეს ფაქტობრივად აღსარებლობაა პავლე მოციქული, აღსარებას ამბობს. და ამას ამბობს აღსარებას იმიტომ, რომ ჩვენ რო გავიგებთ ამას, ჩვენ რაღაცა სტიმული მოგვეცეს, мотиваცია მოგვეცეს სწორად ბრძოლისა.
ვინაიდან კეთილს კი არ ვაკეთებ, რომელიც მსურს, არამედ ბოროტს, რომელიც არ მსურს. უკვე პირდაპირ გაყოფს ის, რომელიც ჩემს ესე ძალადობს, როგორც ცოდვა, ეს არის ბოროტი. და მე არ მსურს, მაგრამ მაინც მას ვაკეთებ. ხოლო კეთილი, რომელიც სურს, იმას არ ვაკეთებ. არ შემიძლია მის გაკეთება. თანამობს კეთილს არ ვაკეთებ, ვერ ვაკეთებ არა, არ ვაკეთებ, მსურს და არ ვაკეთებ. ბოროტი არ მსურს და ვაკეთებ. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, მე კი არ ვაკეთებ, არამედ ცოდვა, რომელიც მკვიდრობს ჩემში, კვლავ ცოდვისკენ მახედებს. ანუ ჩემში ცოდვა იმდენად დამკვიდრებულია, რომ ჩემი ცოდვისგან გამოყოფა არის შეუძლებელი. ცოდვა ჩემს ბუნებად იქცა. ის არ იყო თავიდან ჩემის ბუნება, ხო, ღმერთმა როგორ შემქონა, მაგრამ მე რადგან რომ ადამიანში ცოდვა ჩემს ბუნებად გადაიქცა და მე კიდე ადამიანის მემკვიდრე ვარ. ასე რომ აი ეს ცოდვის მკვიდრობა ჩემში, რა თქმა უნდა, რომლისგანაც ქრისტეს ჯვარცმამ და ქრისტეს რწმენით ვარ გამოსყიდული, ეს არ ნიშნავს იმას. და ამას პავლე მოციქული როდის ამბობს? ამას პავლე მოციქული ამბობს, უკვე ქრისტიანი პავლე მოციქული ამბობს ამას. გასმით რა შეასაბამება. ანუ ჩვენ როცა ვინათლები და რწმენაში მოვდივართ, ჩვენი საკრალური მისტიკური სიღრმის ცენტრიდან კი განიდევნება ეშმაკი და ცოდვა, მაგრამ ის შორს არ მიდის ის გარეთჩება და განაჩვენი პრაქტიკული ცხოვრება ამას არ ადასტურებს. კეთილის ქმნა მსურს, მაგრამ ბოროტიას უჩემ გვერდით. როგორც შინაგანი კაცი, ახლა პავლე მოციქული ამით მიგვანიშნებს, რომ ამ ყველაფრისგან მიუხედავად პავლე მოციქულს შინაგანი ცხოვრება აქვს. ესე იგი ჩვენ ყველაფრისგან მიუხედავად შინაგანი ცხოვრება უნდა გქონდეთ. ეს არ ნიშნავს, რომ სანამ ასეთ დღეში ვარ შინაგანი ცხოვრება არ უნდა გქონდეს. არ უნდა ვიცოდეთ შინაგანი ცხოვრება რა არის, არ უნდა ვისწრაფდეთ მისკენ. ჩვენ შინაგანი ცხოვრება გვაქვს, უნდა გქონდეს. და პავლე მოციქული თავის მაგალითს გვაძლევს ამაშიც, რომ შინაგანი კაცი, როგორც შინაგანი კაცი ამბობს პავლე, ღვთის ჯულით ვტყბები, რომ გაგხარებია უფლის გულზე შეხება, რომ გაგხარებია ლოცვა, გაგხარებია ზიარება, წმინდა წერილის, წმინდა მამების კითხვა, რომ გვახსენდება, რომ ქრისტიანები ვართ, ეს როგორ ბედნიერებას გვანიჭებს. ეს არის ყოველი ქრისტიანის თამდევია. იმ პრობლემასთან ერთად რაზეც ვსაუბრობ. ამიტომ ამბობს ვტყბები. მაგრამ ჩემს ასოებში, ანუ ჩემს სხეულის ორგანოებში, ანუ ჩემს არსებაში სხვას ჯულს ვხედავ. ანუ შინაგანად მე ვხედავ, რომ ქრისტესი ვარ, მაგრამ გაჟღენთილი ვარ აი ამ სხვა რჯულით, რომელიც ეურჩება ჩემი გონების, ანუ იმ მისტიკური სიღრმის რჯულს. მოვინათლე, ჩემ შიგნით ქრისტე დამკვიდრდა, მაგრამ გარეგანი რაც არის, ამას ეურჩება. კიდევ ერთხელ პავლე მოციქულის სიტყვების დასტური, რომ რწმენა, რომელიც მე მივიღე და რომლის წყალობითაც მოვინათლე და ჩემ შიგნით ქრისტე დამკვიდრდა და შინაგანი ცხოვრება პოტენციაში უკვე მაქვს, ჩემს გარეთ გონები და ის არის გონების რჯული, არის ჩემშივე სხვა რჯული, რომელიც ამას ეურჩება და ეს შინაგანი ბრძოლა მიდის. გესმით? აი ეს. და ცოდვის იმ რჯულის ტყვედ მაგცევს და ესეთი ძლიერია, რომ მე ამ გარეგანი ცოდვის რჯულის ტყვევ ხდები, რომელიც არის ჩემს შიგნით, ჩემს არსებაში, ოღონდ არა მისტიკურ სიღრმეში, არა ჩემს ასოებში, იმიტომ წერს, ანუ ჩემს სხეულის ნაწილებში, ანუ თითქოს გულის გარეთ, მაგრამ მაინც ჩემში. და შესაბამისად მე მჭირდება როგორი ბრძოლა, რომ ეს ჩემგან გამდევნო. და ეს იმდენად ძლიერი პრობლემაა და იმდენად მძლავრი, რომ თვით პავლე ამბობს, პავლე ვაი ბედყულს, ვინ დამიხსნის სიკვდილის ამ სხეულისაგან, აი ამ სხეულის სიკვდილისაგან მიიხსნის. და რა თქმა უნდა, ერთადერთი გამოსავალი, რა თქმა უნდა, არის ქრისტე, მადლობ ღმერთს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, რომელსაც შეუძლია ჩემი ხსნა ამისგან. უკვე მწამს, უკვე მისი ვარ, მისი ორგანული ნაწილი ვარ ეკლესიის მიერ, ის უკვე ჩემშია დამკვიდრებული და იწყება ომი ამ უბედურებასთან და ეს ომი კიდევ ერთხელ მაძლევს მოტივაციას, რომ ქრისტეზე კონცენტრირება არ დავკარგო. კიდევ ერთხელ მაძლევს შესაძლებლობას, რომ ქრისტესკენ აბიჯი გადავდგა, რომ არავითარ შემთხვევაში არ მოვდუნდე და არ მოვეშვა და არ მეგონოს, რომ უკვე ცხონებული ვარ და უკვე გულარხეინათ ვარ, უკვე შემიძლია ყველა განვიკითხო, ყველა ჭკუა ვასწავლო, იმიტომ რომ მე უკვე გადარჩენილი ვარ, უკვე სასუფეველის მოქალაქე ვარ. არა, ამ სიტყვების მიხედვით ჩანს, რომ ომი გრძელდება საშინელი ომი და
ამ ომის სიმძაფრის ერთ-ერთი ნაყოფი უნდა იყოს კვლავ გაძლიერებული მოტივაციო, არა უფალო მიხსენ, უფალო შემიწყალე, უფალო მიხსენ, უფალო შემიწყალე. ვინ მიხსნის ამ ვაიმე ბეთკულს, ვინ დამიხსნის სიკვდილის ამ სხეულისაგან. ამრიგად მე ერთი და იგივე კაცი, მე ვარ ეს. გონებით ღვთის რჯულს ვემონები, ხორცით კი ცოდვის რჯულს ვემონები. ამიტომაც ესე იგი ეს ერთ და იგივე ერთდროულად ხდება. და ამიტომაც ამბობს ვერ როგორც რომელთა მიმართ ეპისტოლეში საოცრად ამბობს პავლე მოციქული, რომ ჩვენ რწმენის მიერ უნდა დავმკვიდრდეთ შინაგან კაცში და ესე იგი ჩვენი რწმენა უნდა ვლინდებოდეს იმაში, რომ ჩვენ შიგნით მივეახლოთ იესო ქრისტეს, რომელიც შიგნით არის, ანუ ეს უნდა იყოს ცხოვრება შიგნით, მიმართული შიგნით, რომ ჩვენ უფალთან ერთად ვიმყოფებოდეთ და ეს ძალიან დიდი ბრძოლის შედეგად მოიპოვება. ადამიანებს ძალიან ხშირად არ სიამოვნებთ ხოლმე, როცა თქვა ესე ძაფრად უხატავთ სულიერ ცხოვრებას, ესე პრობლემურად სახავენ, უნდათ რომ ძალიან იოლად იცხოვრონ ქრისტიანულად, მაგრამ მე ხარ სხვა სახარებას და სხვა სამოციქულოს ვარ დავწერთ ჩვენ, ხო? და სხვა რამეს ვარ გეტყვით. ის გელაპარაკებით იმასაც აქ წერია წმინდა წერილში. არ ვიგონებთ არაფერს. გესმით? და შესაბამისად ჩვენ თუ ავწდებით ამას და გავიოლებთ წმინდა წერილის საწინააღმდეგო სულიერ ცხოვრებას, აღმოჩნდებით ტყუილში. და ეს ტყუილი როგორ მოქმედებს? ამასაც თუ შევრძელი გადმოცემა, ძალიან ძნელია შინაგანი მდგომარეობის გადმოცემა ხოლმე. შეიძლება მაგალითად ადამიანს თქვა თვეები რაღაც კონდეს სულიერი ცხოვრება კონცენტრირებული იყოს ამ შინაგან კაცზე, თავის შინაგან კაცზე, რომ რწმენით მიახლოს უფალს თავის თავში, აქცენტირებული იყოს მისი ცხოვრება მისტიკურ სიღრმეზე, გულზე, ლოცულობდეს, ეზიარებოდეს, კითხულობდეს, ფიქრობდეს და ასე შემდეგ. და რაღაცა გარემოებების გამო შეიძლება აღმოჩნდეს, თქვა, ერთი კვირა, ორი კვირა, ერთი თვე, ისეთ გარემოში, სადაც მორწმუნეები შეიძლება იყვნენ, მორწმუნეები და მაგრამ ეს ეკლესიის წევრებიც შეიძლება, მაგრამ სადაც ეს აქცენტირებული არ არის შინაგანი ცხოვრება და აი ამ ერთი კვირა, ორი კვირა შეიძლება იცხოვროს ადამიანმა ამ გარეგანი ცხოვრება. იცით როგორი პრობლემა ხდება უკან შიგნით დაბრუნება? როგორი სერიოზული პრობლემა ხდება კვლავ შიგნით დაბრუნება? ამას სჭირდება ძალიან დიდი წმინდანობა. ძალიან დიდი წმინდანობა, რომ ესე იგი გარე სამყაროსთან კონდეს ინტენსიური ურთიერთობა. ეხლა როცა ანტაგონისტური სამყაროა, ღვთისგმობი, იქ არ გემართება ესე. ღვთისგმობ სამყაროში, რომ ტროლად გიყურებს, შენ იქ უდაბნოში ხარ და ისე უფრო მეტად სიღრმეში ჩადიხარ. ხოლო იმ სამყაროში, სადაც ანტაგონისტურად არ გიყურებენ და ყველა თავზე ხელს გისვავს, შენს თავზე ხელს უსვავს, სადაც შენი მშობლიური გარემოა, ეკლესიის გარემოა, სარწმუნოებრივი გარემოა, მაგრამ შიგა ცხოვრება არ არის. შესაბამისად, მათთან ეს გარეგანი ბრძოლა გამოხატული არ არის. აი ამ ნახევრად ქრისტიანობაში ადამიანი ისე ითქვიფება, გამოდის თავის შინაგანი სამყაროდან გარეთ და მე ძალიან უჭირს შიგნით დაბრუნება. გესმით და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამას გაუფრთხილდეთ. ასე რომ გვიყვარდეს შინაგანი ცხოვრება და სადაც არ უნდა ვიყოთ, როგორც არ უნდა ვიყოთ, იგივე ერთმანეთთან ურთიერთობაში, ერთად ყოფნის დროს გადასარევია სამრელო ურთიერთობები, გადასარევია თქვენი მეგობრობა, გესმით, ერთმანეთის სიყვარული, ერთმანეთში გვერდში დგომა, ეს უნდა ისწავლოთ, ოჯახად უნდა ჩამოყალიბდეთ, ხო და ეს პროცესია, ხო, რომ არადისობაში ერთად ვიყოთ. მაგრამ ამავე დროს გაუფრთხილდეთ შინაგან ცხოვრებას. გაუფრთხილდეთ. შეგვეწიოს უფალი. ერთი ადამიანი მაინც რო ნახო, რომელიც შენ შინაგან ცხოვრებას თანაუგრძნობს, ესეც უკვე ძალიან დიდი რამეა, რომელიც შენსავით ფიქრობს. და თუ ასეთი ბევრი იქნებით, სამრელოც უფრო გაძლიერდება და თითოეული თქვენგანიც უფრო ძლიერი და მტკიცე იქნება სარწმუნოებრივ და სულიერ ცხოვრებაში. გაუფრთხილდეთ შინაგან ცხოვრებას, ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.